ჩვენ ჯგუფში შემოვალი არც ერთი წარმოების წარმომადგენელი არ იყო მიწვეული ამ შეხვედრაზეც. ჩვენ უბრალოდ ამ შემთხვევაში გაგვიკვირდა რომ არ ვიყავით მიწვეულები, იმიტომ რომ წლევანდელი წელი გამოცხადდა ესე ვთქვათ წარმოების ადგილობრივი წარმოების განვითარების წლად და ამ დროს საქართველოში ვისაც აქვს ყველაზე მეტი წარმოება შექმნილი ზუსტად ის ჯგუფი არ მიიწვიეს. მე შემიძლია გითხრათ 91-დან 2012 წლის ჩათვლით 0-დან რასაც ვქვი ახალი წარმოებები მე არ გულისხმობ მცირე წარმოებებს მე გულისხმობ დიდ წარმოებებს რომელსაც ყველა სამსახური სჭირდება თავის დაწყებული საწარმო ნედლეულიდან დამთავრებული თავისი მარკეტინგის სამსახურებით და სადისტრიბუციო ქსელებით. სულ არის გაკეთებული დაახლოებით 22 ახალი 0-დან გაკეთებული მე არ გულისხმობ ოღონდ ამ კომპანიებში რძის ქარხნის ადგილზე ისევ რძის ქარხანა რო გაკეთდა მე ამას არ გულისხმობ 0-დან სარეელი მიწიდან დაწყებული გაკეთებული ახალი წარმოებები 22-ია გაკეთებული და სულ აქედან დაახლოებით 12-ია ჩვენ გაკეთებული ჩვენ ჯგუფის მიერ გაკეთებული და ამ დროს როდესაც ასეთ თემებზე მიდის საუბარი როგორც არ უნდა მოგწონდეს ჯგუფი თუ ჯგუფში შემოვალი ადამიანები საინტერესოა უბრალოდ მოусმინოთ იმ ადამიანებს, ვისაც გაკეთებული აქვს და რეალურად შეხება ჰქონდა წარმოების განვითარებასთან საქართველოში. ის თემა წერან რაც თქვენ ახსენეთ ხელისუფლებაში ყოფნა, ხელისუფლებამდე ყოფნა, ბიზნესის მდგომარეობა საქართველოში. ჩვენ დავიწყეთ ბიზნესი 91 წელს. პირველი წარმოება გავაკეთეთ 91 წელს. ეს იყო ლუდის წარმოება მაშინ. და აბსოლუტურად 0-დან როიტყვიან ტრიალ მინდორზე დავიწყეთ. წინა ხელისუფლება 94 წელს პირველი პრობლემები შეგვექმნა და დაგვიწყეს, ზვიადი იყო ცოტა ხანი მაშინ, პირველი პრეზიდენტი, მაშინ დავიწყეთ. 94 წელს უკვე დაიწყეს ძიება, რომ 91 წელს რანაირად დავიწყეთ და რა საშუალებებით. 90 ცოტათი რო გაძლიერდა მოქალაქეთა კავშირი, 97-ში ძალიან უფრო მძიმე ფორმები მიიღო. 99-ში უკვე იქამდე მივიდნენ, რომ დაგვიკეტეს წარმოება, მაშინ უკვე ორი წარმოება გქონდა არყის და ლუდის, დაგვიკეტეს ლომისი იყო. ლომისი. ორი სისხლის სამართლის საქმე ქონდა აღზრული, 6 თვე იყო წარმოება დაკეტილი, გაჩერებული, გაკოტრების პირზე მიიყვანეს და იმ პერიოდში სხვა ჩვენ ადგილზე არც ერთ ვარიანტში აღარ მიუბრუნდებოდა მაგ საქმეს, აქ არის აგერ ტილვისი ბანკი, ბატონი მამუკა ხაზარაძე თავიდან ბოლომდე საქმის ყურშია. იმის და მიუხედავად ესეთი მძიმე პირობები შეგვქნეს მივტრიალდით და 2000 წლის იანვრიდან დავიწყეთ ახლიდან ისე ლუდის ბიზნესის წარმოება. 2000 წლის ბოლოს უკვე გქონდა საქართველოს ბაზარზე ისევ 99-ში გქონდა 12%, მე რო გაგვაჩერეს, ფაქტიურად გავკოტრდით და 2000 წელში ისე ავედით 12%-ზე, 2001-ში უკვე 14%-ზე, 2002 წელში უკვე ვიყავით 18%-ზე, 2003-ში უკვე 20-ზე. ლუდის ბაზარზე. მე დავიწყეთ უკვე ახალი წარმოების მშენებლობა, მაგრამ ზოგადად მე მინდა ერთი რამე თქვა. დავახლოვდით ნაციონალურ მოძრაობას. არა, მან 2003-ში უკვე 2003-ში მაჟორიტარი დეპუტატი ათვიყრიდი კენჭს ახალგორის რაიონში. ისი რომელი პარტიიდან? მოქალაქეთა კავშირი ერქვა თუ პარტია? მოქალაქეთა. ხო. პარტიასთან არანაირი შეხება არ ქონდა, უბრალოდ წინა პერიოდში გთხოვეს, რომ მაინც და მაინც უნდა გავსულიყავით იქ და ჩვენ წინააღმდეგობა ნახეთ არ გაგვწევია და არც ქონდა მნიშვნელობა საიდან გავიდოდით, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი მიზანი იყო ჩვენი პრობლემები ქონდა, რომ გზა არ ქონდა, წყალი არ ქონდა რაიონს და არაფერი და ერთი მომენტი იყო, რომ რამენერად უნდა მიგვეღწია, რომ გავუკეთებინა. კარგი, ეხლა ძალიან ისტორიაში რო არ გადავიჭრათ. ეხლა ვიზა შეკითხვა. მოდელი ხელისუფლების პერიოდში ბიზნეს გარემო გაუმჯობესდა და უარესდა იდეა. მე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ ბიზნესი მოიცავს რამოდენიმე სფეროს. მე კონკრეტულად შემიძლია წარმოებაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ წარმოების გარდა ჩვენ საქართველოში არანაირი ბიზნესი არ ვიკეთებია და არანაირი ბიზნესში არ ყოფილვართ. ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული არც ერთ პერიოდში ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის ჩათვლით და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ადგილობრივ წარმოებასთან დაკავშირებით არაფერი არ არის შეცვლილი.
აბსოლუტურად მიდგომა არის ყველა მხრიდან ერთი და იგივე. თორე ის პრობლემები ზოგადად რაც დაუშვათ შორიდან ჩანს ერთია და ვიღაცა შეიძლება რაღაც წარმოდგენას უქმნით, მაგრამ მეორეა რეალობა. მე კონკრეტულად ვამბობ, უკვე დიდი ხანია მიდის ამ თემებზე საუბარი და კონკრეტულად ვამბობ ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან, რომ მოვეშოთ ზოგად საუბრებს და იგივე დაუშვათ და მართლაც რაღაც არა კეთილსინდისერად გვაქვს რომელიმე წარმოება შექმნილი. ხო შეიძლება რომ ცივილურად ყოველგვარი ან ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ჩამოვწეროთ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. აი ამ ხელშეწყობის გულისთვის მოახერხა ჩვენმა ჯგუფმა წარმატებული კომპანიების შექმნა. ის ინვესტიციები, რომელიც ჩვენ ჯგუფს აქვს გაკეთებული, პირველი ქარხანა რო ავიღოთ, თუნდაც ნატახტარი, გიფსკარდონის ქარხანა, ბერტა, ბარამბო, ზედაზენი, თვითოეულ ქარხანაში მარტო კომუნიკაციების მიყვანისთვის დახარჯული გვაქვს დაახლოებით 1,5 მილიონი და 2 მილიონი ლარამდე. ზედაზენის ქარხანა ცალკე აღებული დაჯდა 80 მილიონი ლარი, აქედან 60 მილიონი გვაქვს ბანკის კრედიტი. ეს რომ გაეკეთებინა ნებისმიერ უცხოელს, მიუყვანდა თუ არა სახელმწიფო გზასაც, ელექტროენერგიასაც და გაზსაც, ხო? ნებისმიერ უცხოელს რომ გაეკეთებინა 80 მილიონიანი ინვესტიცია, ის იქნებოდა წარმოება და თუ გინდათ სასტუმრო ამ კომუნიკაციას ელექტროენერგიით და იმის მომარაგებას გაუკეთებდა. ჩვენ შემთხვევაში თუ რომელიმე ერთ კომპანიასთან რაიმე შეხება გქონდათ, ეს თქვა, თუ ქარხნის დაპროექტებაში, მარკეტინგში, რაში გვეხმარებოდა ეს ხალხი, რაში უნდა დამხმარებიყო, რა ხელშეწყობა უნდა გაეკეთებინათ, ერთი ვინმე მახსნას საერთოდ. დღეს აქ საუბარი სხვა რამეზეა. უბრალოდ საქართველოში მეორე ჯგუფი, რომელსაც ამდენი წარმატებული წარმოება აქვს შექმნილი, არ არის. მე ამას ხმამაღლა ვამბობ ყველა ეთერში არ ცხენია თუ ვინმე ვისნეს ეგულება კონკრეტულად წარმოების სფეროში რომ შექმნილი აქვს უფრო მაგარი კომპანიები კი ბატონო ვისაუბროთ დღეს ზუსტად მიდის ბრძოლა ეს ბრძოლა მიდიოდა 90-იანი წლებიდან მიდიოდა 2012 წლის არჩევნებამდე და გრძელდება 2012 წლის არჩევნების შემდეგ და ეს ბრძოლა გაგრძელდება მომავალში რო იქნება ახალი ხელისუფლება იმ პერიოდში კიდევ. სანამ ახერხებდით ყველა ხელისუფლებასთან, როგორც აღმოჩნდა მოქალაქეთა კავშირი და ქონდათ პრობლემები, მე ახერხებდით მათთან თანამშრომლობას, ხო, მაჟორიტარიც იყავით. მე ნაციონალურ მოძრაობასთან ქონდათ პრობლემები, მე მასთან თანამშრომლობდით და თქვათ გუბერნატორი გახდით. ახალ ხელისუფლებასთან როგორც ჩანს ჯერ ვერ მოამ, თუმცა მომავალში რა იქნება, არა ვიცი. ყოველ შემთხვევაში ყველა ხელისუფლებასთან ჩვენ გვაქვს ერთი და იგივე დამოკიდებულება, რომ რასაც დაობენ, ჩვენ გვინდა რომ დამტკიცდეს ეს რეალობაა, თუ არა რეალობაა. რასაც დაობდა შევარდნაძის ხელისუფლება თავის დროზე რომ ჩვენ რაღაც უკანონოდ ქონა მოპოვებული დიდი დავებისა და იგივე სასამართლოების შემდეგ დაარწმუნდნენ რომ დაგვანებეს თავი. იგივე ნაციონალური მოძრაობა რომ მოვიდა ხელისუფლებაში გეუბნებით დაახლოებით წელიწადი და 3 თვე 4 თვე მიდიოდა ანალოგიური პროცესი. უბრალოდ ეხლა მიიღო ძალიან მწვავე ფორმა, ყველაზე ცუდი რაც ეხლა მოხდა არის ის რომ ჩემს როგორც პიროვნების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლე ის საქმე ეს დიდ ტრაგედიას აწარმოადგენს. ტრაგედია მეორე რომ დაყადაღდა კომპანიები, რომელსაც განვითარება შეეშლება ხელი. ახალი წარმოებების შექმნა შეფერხდა, ახალი პროექტები ქონა განსახორციელებელი შეფერხდა. ეს არის ცუდი ყველაზე, რაც დღეს ხდება და დღეს რომ ლაპარაკობთ ჩვენ რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ ვქმნით ბიზნეს გარემოს, რომელიც უკეთესი იქნება, მე ვამბობ რომ ეს ნამდვილად ესე არ არის და არის ანალოგიურად რაც ხდებოდა მაშინ ზეწოლა შეთითხნილი საქმეები იგივე გრძელდება დღეს. მე ბრალი მაქვს დღეს საყენებული შპალის ქარხნის ყიდვის გულიზე, რომელიც შეიძლება ჩემზმა. მე დავებიან პირველი ორი ბრალია მაგ პირველი რომ შევედი ფარულ გარიგებაში გიორგაძესთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან. ამ დროს ეკონომიკის მინისტრი სატელევიზიო გამოსვლებში გამოდის და ხალხს მოუწოდებს ბიზნესმენებს რომ მივიდნენ, მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, ქარხნის ღირებულება არის 6 მილიონ 800 თუ 6 მილიონ 900 ხე ზუსტად არ მახსოვს, რკინიგზასთან არის კონტრაქტები, ოქროს ქარხანაა. კაცშვილი არ არის დღემდე, ვის უნდა ქარხნის ყიდვა რომ მისულიყო, ეს ერთი. მეორე რომ ქარხანა ღირდა 19 მილიონი და ჩვენმა ჯგუფმა შეიძინა 13 მილიონად. ეს სხვაობა საიდან მოიტანეს ახლა თუ გაინტერესებთ. 99 წელში შპალის ქარხანას ნაყიდი ჰქონდა დანადგარები $1.5 მილიონად ინგლისურ კომპანიიდან. ეს დანადგარები
2013 წელს შეაფასეს 3 მილიონი $900. რომლის ღირებულება რეალური ღირებულება იყო $9 მილიონი. შეაფასეს 3 მილიონი $900. ეხლა გეკითხები ამ დანადგარებს $1.5 მილიონი 99 წელში რო იყო, როგორ შეიძლება კონიაკია დაძველდა და ფასი დაედო? ამ დროს ჩვენ გავაგზავნეთ ინგლისში მოთხოვნა, რომ გადმოგვიგზავნონ დღეს რა ღირს ანალოგიური ხაზი. დღესაც ღირს ანალოგიურად 1.550.000 ეს ახალი წარგაძვირებულად. ახალი წარგაძვირებული არ არის გაძვირებული რა, ახალი ღირს ისევ რაც ღირდა მაშინ. ამ დროს აფასებენ. ლაშანას თუ შულმა დახვალა ასე. კი, ეს იმ პერიოდის საქმეა. და მე მაინტერესებს უბრალოდ ერთი რამ. როდესაც ვამბობთ, კარგი, კი ბატონო, დამაბრალე დაუშვათ, რომ ვიღაცას რაღაცა გამოვართვია რა, მაგრამ ამას რას უჩადით ჩვენ? ვის უნდა ვაჩვენოთ ეს? როდესაც ჩვენ ქართულ ექსპერტიზას ვატარებინებთ, ექსპერტიზას ვადებინებთ 19 მილიონს. ამ დროს ჩვენ მოვიწვიეთ ორი უცხოური კომპანია, რომელიც შედის სოფლიოს ერთი შედის სოფლიოს ხუთეულში, მეორე სოფლიოს ათეულში. ორივემ დადო დასკვნა, რომ მაქსიმალური ფასი იყო მაგ ქარხნის, როდესაც ჩვენმა ჯგუფმა შეიძინა 11 მილიონი ლარი. იმასი უბრალოდ გააჩერა. თლიანობაში აქ ლაპარაკი არ არის კონკრეტული პრობლემა, კონკრეტულად ჩვენ ჯგუფთან დაკავშირებულ პრობლემებზე. აქ უბრალოდ ჩანს თითქოს რომ მარტო ჩვენ გვაქვს პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენი ჯგუფი ლაპარაკობს, დანარჩენი არ ლაპარაკობს. თორე ეხლა მე არანაირ მორალური უფლება არ მაქვს სხვა ბიზნესმენების და სხვა ძალიან მიხარია დღეს ლაპარაკობთ. რამდენი წელია ეხლა მე კარგად მახსოვს ისე პრინციპში პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებიც დღესაც გაჩვენებულები არიან. მე ცალსახად ვამბობ, შარშანდელი გარკვეული ბიუჯეტი რო იყო ბიზნესთან არასწორ დამოკიდებულების გამო გაიღვა მინიმუმს ვამბობ. რაც მე აი ჩემი შეხედულებით მოთვალე, ეს არის დაახლოებით 300-დან 350 მილიონამდე. ეს იყო კონკრეტული ბიზნესების შეზღუდვიდან მიუღებელი თანხები. რა ბიზნესებს? თქვენი ბიზნესი კი არა, ბიზნესი არის რა, ეხა იქ ხოიცით როგორ არის ის სწორებ ბრძანა ბატონ მალიკოვ, რომ იმ ერთი კაცის და მეორე კაცის და მესამე კაცის ძალიან დიდი დამსახურება იყო, რომ დაუსრულებელი შემოწმებები რა. სხვადასხვა ვის სადაც ყური მოკრეს, რომ ეს იმის საქმეა, ეს იმის ყველგან შემოწმება საგადასახადოები და ეხა მან პრობლემა წარმოიქმნება, ბანკი იმას ფულს აღარ ადებს, აღარ გაჩერდა რა. მე მეორეა ერთია რომ დაუშვათ საზოგადოებაში რაღაც აზრს ჩვენ ვნერგავთ, რომ დაუშვათ წინა ხელისუფლების დროს ფული ვინ გაათეთრა ჩოჩენმა, ფული ვინ მოიპარა ჩოჩენმა. ქთამი ვინ აიღო ჩოჩენმა. ტელევიზიის ჩართვა აღარ მინდოდა გარკვეული პერიოდი, სანამ აი ბოლოს რო წამიყენეს, ბოლოს წამიყენეს 60 მილიონიანი თუ 70 მილიონის. მაგრამ ჩვენ თითქმის საქართველოში თუ ვისაც კი წარმოებასთან შეხება აქვს და საბანკო სექტორმა. ყველა მიცის, რომ საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი წარმოებების შექმნელები ჩვენ ვართ. დღეს ჩვენ რო ვამბობთ, რომ უნდა შევქმნათ ახალი წარმოებები. თქვენ როგორ გონიათ ის ადამიანები, ვინც რეალურად იცის ჩვენ საიდან გვაქვს ბიზნესი შექმნილი და რის გულისხმობ გვაქვს პრობლემები. ისინი არ ფიქრობენ, რომ წარმოება რის გამო გაქვთ პრობლემები? რის გამო გაქვთ პრობლემები? რეალურად რის გამო გაქვთ პრობლემები? რეალურად არა? აი სწორებ ბრძანა რა. აი ალბათ მე იმ დღეს მამაჩურს ვეუბნეოდი, რამე ხო არა გვაქვს ჩადენილი 90-იან წლებიდან აი იმ დღეში ვარ. თავიდან მაბრალებდნენ, რომ შევარდნაძესთან ვიყავი შეკრული მანამდე ხო და იქნება აი ბატონ დავით რასაც ამბობს ასე წასულიყავით ჯობდა რომ არც მოქალაქეთა კავშირთან ყოფილიყავით ახლოს არც ნაციონალურ მოძრაობასთან და ამიტომ ერთ ხელისუფლებასთან რო იყავით ახლოს მეორე ხელისუფლება მოვიდა და გეჩხუბებოდა მე მეორე ხელისუფლება და მესამე მოვიდა და გეჩხუბება ცოტა სხვა ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა არანაირი სიახლოვე ჩვენ თორე მაშინდელი მოქალაქეთა კავშირი მე რეიჯდა უკვე ნაციონალურ მოძრაობაში და ძალიან კარგად იციან რა შეხება გქონდა და რა შეხება არ გქონდა. მთელი პრობლემა იყო ჩვენთვის, რომ ახალგორში გზა მიგვეყვანა რა, 56 კილომეტრი იყო თბილისამდე და 37 კილომეტრის გავლას უნდებოდით 3 საათი და არავინ პატრონი არ აყავდა. საქართველოს მოსახლეობის 10% არ იცოდა სად იყო ახალგორის რაიონი. და ერთი რაიონი იყო საქართველოში 97 წელში უკვე 2007 წელში შევიყვანეთ გზა. მე უნდა წამოსულიყავი უკვე პოლიტიკიდან საერთოდ ჩემი მისია შევასრულე ჩემ ხალხთან და უნდა წამოსულიყავი. ამ პერიოდში პრობლემები შეექმნა ნატახტარს, ავდექით და ნატახტარი გავყიდეთ. მე რომ ნატახტარი გავყიდე, წავედი ჩინეთში. ამ დროს აქ კიდევ მიდიოდა ბოლო ეს რაღაც
გაუგებრობები, არეულობები და პრეზიდენტი გადადგა მაგ პერიოდში. 2007 წელზე. 2007 წლის ბოლოს გეუნები. 2008 წლის იანვარში ანგარიშზე მქონდა 18 მილიონი დოლარი. მე ქარხნის გაყიდვიდან შემოსული თანხაა და ანალოგიური თანხები ქონდა ჩვენ მეგობრებს. თხოვეს 3-4 თვით წავსულიყავი გუბერნატორად, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო რეგიონში. წავედი ჩინეთში მაგის გულისთვის, მაგრამ ჩამოვედი, წავედი იმ 4 თვით. დავამთავრეთ, მართლაც უნდა წავსულიყავი. მე დაიწყო ომი და ესე მოყვა რაღაც მომენტები, მაგრამ მთელი უბედურება რა არის? რომ 60 მილიონიანი შემოსავალი ქონდა ჯგუფს და არც ერთი თეთრი არც ერთ ბიზნესში არ წაიღოთ, ყველა ჩადო ქართულ წარმოების განვითარებაში. და მე მოწყვეტილი ვიყავი ჩემს საქმეს ამ წარმოებებს და დავდევდი 4 ყველაზე მეტად ჩავარდნილი რაიონის ამოქაჩვას. დღეს მაგას მაყვედრიან, რომ მე ვიყავი გუბერნატორი, რომელსაც არანაირი შემოსავალი აბსოლუტურად არ ქონია, არც მანქანა, არც ხელფასი, არც ტელეფონი, არც სასტუმრო ხარჯი და არც არაფერი და დღესაც შეუძლიათ ამოიღონ ეგ მონაცემები და ნახონ. და აქეთ ვარ დასაყვედრებელი? საკუთარი ფულით სპორტული მოედნები, კულტურის სახლები ვაკეთე. გაივლის დრო მე დარწმუნებული ვარ და აი ეჭვი არ მეპარება, გაივლის დრო და ნელ-ნელა ეს ყველაფერი წამოვა ისე და თავის ადგილზე დადგება. უბრალოდ მე გული სხვა რამეზე მწყდება. რომ სწორე მიდგომა არ არის. კი ბატონო, ერთმა წელმა გაიარა უკვე. ცოტა ხანში წელიწად ნახევარი გახდება. რითი ვერ გაიქვა რეალურად რა კავშირში იყო მთელი წინა ხელისუფლების პერიოდში იყო ზუსტად 5 წელი ალაპარაკეს საქართველოს მოსახლეობა რომ ხორცი იმიტომ იყო ძვირი რომ თურმე ჩვენ რაღაც შეხება გქონდა ამ დროს ბოლო-ბოლო მე მგონი დარწმუნდით ყველა რომ არანაირი შეხება ჩვენ ჯგუფს ხორცთან არ ქონდა ხო მაგრამ 5 წელი ხორცთან აი ვირის ხორცთან ეხლა ვისარგე გარუცი კარგი ამ დროს ძნელია როცა შენ გინდა რომ შენი საქმე აკეთო გულით და ამ დროს აბსოლუტურად გამოდის სხვა. ჩვენი მოწოდებაა რომ ვაკეთოთ ქართული საქმე. დღესაც ქარხნებში რო ვამბობ 4000 ადამიანია დასაქმებული. აქედან დაახლოებით 60% არის ტოლილი. და რეალურად მაგ ქარხნებში აი ძალიან ხშირად გიწევთ, მაგრამ რატომღაც ვერ მოხვედით ჩვენამდე რომ ნახოთ რა დონის ქარხნებია. მაგ ქარხნებში უნდა მუშაობდეს შიგნით უშუალოდ ქარხანაში დაახლოებით 9 ადამიანების. მაგრამ ამ ტოლულებს რა უყო, რომელიც 9 ჩემ ხელშია გაზრდილი, 9 ხელში მე თვითონ ვარ გაზრდილი. საწავიყვანო, როცა სახკარს არიან მოწყვეტილი, გამოკეტილები არიან 60-65 კვადრატიან კოტეჯებში. და ეგ არის ერთადერთი შემოსავლის წყარო, რაც მაგ ხალხს გააჩნია დღესდღეობით. ამიტომ, ნუ რაღაც დათმობებზე მივდივართ ჩვენ ხანდახან, რომ სადაც ერთი ადამიანია საკმარისი, ხან 2 და 3 ადამიანია ერთ შტატზე. კარგით, მადლობა. ეს ბლოკიც უნდა დავასრულოთ. ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გვახარია გვიპასუხებს, თუმცა ბიზნესმენებს მართლა უნდა შეეშვას ეს რა ქვია. არ დაპატიჟე ცეზარ ჩოჩელი, აი ხა სააკაშო. ცეზარ ჩოჩელს ნუ დაპატიჟებ რა. ეხლა ცეზარ ჩოჩელი დაუშვათ ფიგურა ისეთი რომ არ ქსიამოვნებს, მაგრამ ჩვენ ჯგუფში დაბადების დღეზე და იმაზე ხო აი მან რა არის. არა, ეს შერჩევითობა თვითონ ცუდა წარმატებს თავრობას თორე. ალიკო რაღაც აი იცი რა არის, რაღაც ეთყობა შეიძლება შეხვედრისთვის, ნუ თუ ვიღაცა სიამოვნებს შეიძლება იაროს, თორე აი ფორმატი მაგ შეხვედრისთვის, ნუ აი შეხვედრა და ერთმანეთს გაესაუბრა, ჯერ რომ 600 კაცი რო დაждდება და ერთს რო რაღაცას ეკითხება და ის ერთი რო მოძღვრავს. ჯერ თავმოყარება ხო უნდა გაგაჩნდეს, ხა 31 წლის ბიჭის რა. გინდა პრემიერი დაარქვი, გინდა ის დაარქვი, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? დამოუკიდებელ პერსონად არასოდეს ის კაცი არ ყოფილა. სულ ხელქვეითი იყო. იკრიბები დამოუკიდებელი ადამიანები. აი რა უნდა გითხრას იმ ადამიანმა, რაც გაგიკეთებთ, ხო? არა, აქ საუბარი სხვა რამეზეა რა. აქ ეს რო ყოფილიყო, როგორც ადრე ხდებოდა იმ ბიზნეს ასოციაციის ფორმატში, ეს სხვა შეხვედრა იყო და ბიზნეს ასოციაცია ეს სხვა თემაა, მაგრამ როცა იყო ნაკრები არჩეული, რომ არ იყო ბიზნეს ასოციაციის წევრობა აუცილებელი და ესე იყო არჩეულები და იმ ფონზე როცა მე სხვათა შორის არასდროს მაგ შეხვედრებზე, აი ასე თქვენ ძალიან ჩვენ არ დავდიოდით მაგ შეხვედრებზე. არც ორგანიზაციის წევრები არ ვიყავით. არ მივდიოდი მაგ ორგანიზაციის წევრები. აი ალიკო ჩაატარებს ჯობია საწევროები გადავიხადეთ და ალიკოს თავიეროთ ეს ისეთი კარგი ის იყო, რა ქვია, ქალაქის სამქარი, მე ვიტყვი რა, რეალურად, რომ საკმაოდ დიდი ბრძოლები აქვს ამ ადამიანს გადატანილი, რომ თბილისი საერთოდ ბოლომდე დამახინჯებული არ არის, თუმცა
ჩვენს გვიბრძოლია. დიდი მადლობა ბიზნესმენები დავით ჭიჭინაძე და ცეზარ ჩოჩელი სტუმრობდნენ გადაცემას და ბიზნესმენთა დამცველი და კომაგი გიორგი გახარია იქნება ჩვენი სტუმარი, რამდენად კომაგობს და რამდენად იცავს რეალურად ის ბიზნეს, ამაზე ვისაუბრებთ. თქვენ მადლობა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით დავით გიორგი გახარიასთან.